დავითმა იცოდა. ხმალი მხოლოდ მიწას იცავს, გონება კი იღს აშენებს. 1106 წელი. საქართველო უკვე იმარჯვებს ბრძოლის ველზე, მაგრამ მეფეს უფრო დიდი მიზანი აქვს. მას სურს საქართველო იქცეს მსოფლიო კულტურის ცენტრად. ქუთაისის მახლობლად, წყალწითელას ხეობაში, მან აერჩია ადგილი, სადაც საფუძველი ჩაეყარა დიდებულ საქმეს. გელათი, ადგილი, რომელიც უნდა გამხდარიყო ახალი ეპოქის სიმბოლო. გელათი არ იყო მხოლოდ მონასტერი. დავითმა აქ დააარსა აკადემია, რომელსაც თავადვე უწოდა მეორე იერუსალიმი და მეორე ათენი. მან შემოკრიბა საუკეთესო ქართველი მეცნიერები, რომლებიც კონსტანტინოპოლსა და ანტიოქიაში მოღვაწეობდნენ. მათ შორის იყვნენ იოანე პეტრიცი და არსენ იხალთოელი. აქ ითარგმნებოდა უნიშნულოვანესი ფილოსოფიური და სამეცნიერო ნაშრომები. გელათი იქცა ცოდნის მძლავ შუქურად მთელი კავკასიისთვის. წარმოიდგინეთ მეფე, რომელიც ომებიდან დაბრუნებული, თავად ადევნებს თვალს მშენებლობის ყოველ დეტალს. გადმოცემის მიხედვით დავითი თავად ეზიდებოდა ქვებს ტაძრისთვის. გელათის მოზაიკა, მისი ფრესკები და არქიტექტურა ეს იყო მეფის ხედვა ჰარმონიასა და სილამაზეზე. ეს იყო სახელმწიფოებრივი აზროვნების მწვერვალი, სადაც განათლება და რწმენა ერთმანეთს ერწყმოდა. დავითს სწამდა, რომ მხოლოდ განათლებული ერია ძლიერი და დაუმარცხებელი. გელათი გახდა ბაგრატიონთა საგვარეულო საძვალე და ქართული ინტელექტის აკვანი. აქ დაიწერა ისტორიის ახალი ფურცლები. დავით აღმაშენებელმა საქართველო არა მხოლოდ გაათავისუფლა, არამედ გაანათლა კიდეც. დაიწყო ოქროს ხანა, რომლის გულიც გელათში ფეთქავდა. განათლება ეს არის საქართველოს უძლეველი მახვილი. გთხოვთ გამოიწერეთ არხი და დააკომენტარეთ თქვენი აზრი. შეიძლება თუ არა ქვეყანა იყოს ძლიერი მაშინ, როცა მისი განათლების სისტემა სუსტია. დავითმა ეს 900 წლის წინ დაგვიმტკიცა. ეთანხმებით თუ არა მის ხედვას. დონაციის ლინკი იხილეთ აღწერაში.